მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან საინტერესო იდეას განვიხილავთ, რომელსაც საიმონ სინეკს ეკუთვნის და რომელიც პასუხობს ერთ დიდ კითხვას. და ალბათ თქვენს დაფიქრებულ ხართ არა? როგორ ხდება, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ახერხებს, რომ ადამიანებმა ის უბრალოდ შეიყვარონ, მაშინ როცა სხვები ზუსტად იგივე რესურსებით მუდმივად გადარჩენისთვის იბრძვიან? როგორც სინეკი ამბობს, მთელი საიდუმლო იმაშია, თუ როგორ საუბრობენ ისინი. და ამის ასახსნელად სინეკი გვთავაზობს ერთ ძალიან მძლავრ მოდელს, რომელსაც ის ოქროს წრეს უწოდებს. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ყველა კომპანიამ გამონაკლისის გარეშე იცის, რას აკეთებს. ეს არის მათი პროდუქტი ან სერვისი. ზოგიერთმა ისიც იცის, როგორ აკეთებს ამას, ეს მათი განსაკუთრებული პროცესია, რითიც თავს იწონებენ. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რატომში ფულის შოვნა არ იგულისხმება. ეგ ხომ უბრალოდ შედეგია, რატომ არის თქვენი მიზანი, თქვენი რწმენა, თქვენი არსებობის მიზეზი. და აქ ჩანს ყველაზე დიდი განსხვავება. კომპანიების უმეტესობა, მოდი ვთქვათ, 99% გარედან შიგნით გვესაუბრება, ჯერ გვეუბნებიან, რას აკეთებენ, მერე როგორ და ბოლოს ელიან, რომ ამის გამო მათ პროდუქტს ვიყიდით. მაგრამ შთამაგონებელი ლიდერები და ბრენდები, ისინი ყველაფერს პირიქით აკეთებენ. ისინი ყოველთვის შიგნიდან გარეთ, რატომით იწყებენ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ გენიალურად მარტივ ფრაზამდე დადის. თუნდაც Apple ავიღოთ. ისინი ხომ უბრალოდ კომპიუტერებს არ გვყიდიან? არა. ისინი გვყიდიან იდეას, რომ status quo უნდა დავამსხვრიოთ და ვიაზროვნოთ სხვანაირად. ხალხი საათობით დგას რიგში ახალი iPhone-ისთვის, არა იმიტომ, რომ საუკეთესო ტელეფონი სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მათ სჯერათ იმის, რისიც Apple-ს სჯერა. ისინი ყიდულობენ რატომს. კარგი, მაგრამ რატომ მუშაობს ასე საკარგად? რა დგას ამის უკან? პასუხი, როგორც აღმოჩნდა, ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ფსიქოლოგია. საქმე ჩვენი ტვინის ბიოლოგიას ეხება. და ეს ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია. ჩვენი ოქროს წრე იდეალურად ემთხვევა ჩვენი ტვინის სტრუქტურას. წრის გარეთა ნაწილი, რა, ესაუბრება ჩვენს ნეოკორტექსს, ტვინის რაციონალურ ანალიტიკურ ნაწილს, მაგრამ წრის შუაგული რატომ და როგორ პირდაპირ უკავშირდება ლიმბურ სისტემას. ეს ის ნაწილია, რომელიც ჩვენს გრძნობებს, ნდობას, ლოიალობას და რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებას აკონტროლებს. სწორედ ამიტომ არის, რომ როდესაც რაღაცას გულით გრძნობთ და ინტუიციით ვიღებთ გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ჩვენი ლიმბური ტვინი მუშაობს. და ეს ყველაფერი ერთ ძალიან მნიშვნელოვან არჩევანამდე მიგვიყვანს. როცა არ გაქვს მკაფიო რატომ, რა გრჩება? გრჩება მხოლოდ манипуляცია, ფასტაკლებები, აქციები, შიშზე თამაში. კი, ეს მუშაობს, მაგრამ მხოლოდ დღეს და ხვალ. ეს ქმნის ერთჯერად გარიგებებს და არა ლოიალობას. შთაგონება კი, რომელიც შენი რატომიდან მოდის, სულ სხვა რამეა. ის ქმნის ნამდვილ კავშირს, სადაც ადამიანები თავს შენი მისიის ნაწილად გრძნობენ. კარგი, გასაგებია თეორია, მაგრამ მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში, როდესაც ბაზარზე ახალი იდეა ან პროდუქტი შემოდის. ალბათ ყველას გაგიგიათ ინოვაციის გავრცელების კანონის შესახებ. ეს ის მოდელია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი სიზრაფით არ იღებს სიახლეებს. მოსახლეობა სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. შეხედეთ, მოსახლეობის ეს უზარმაზარი ნაწილი, ადრეული და გვიანი უმრავლესობა, არასდროს ცდის რაღაც ახალს პირველი. ისინი ყოველთვის ელოდებიან, რომ სხვა მოსინჯოს. ამიტომ იმისთვის, რომ ბაზარზე წარმატებას მიაღწიო, უნდა გადალახო ეგრეთ წოდებული გარდატეხის წერტილი. და ეს ნიშნავს, რომ პირველი 15-18% უნდა დაარწმუნო. და აქ შემოდის ჩვენი რატომ. ამ პირველ 15-18%-ს, ინოვატორებს და ადრეულ მიმღებებს არ აინტერესებთ თქვენი პროდუქტი რამდენად სრულყოფილია. მათ აინტერესებთ თქვენი იდეა, თქვენი რატომ. ისინი იმიტომ ყიდულობენ, რომ თქვენი რწმენა მათ რწმენას ემთხვევა. და სწორედ ისინი არიან, ვინც თქვენს იდეას დანარჩენებში, უმრავლესობაში გაავრცელებენ. ამას ძალიან კარგად ხსნის ეგრეთ წოდებული ნიახურის წესდი. აბა წარმოიდგინეთ, მიდიხართ სუპერმარკეტში და სხვადასხვა ადამიანი გირჩევთ, რა იყიდოთ. ერთი გეუნებათ იყიდე M&M's-ო, მეორე ბრინჯის რძე, მესამე ორეო, მეოთხე ნიახური. შედეგი? თქვენს კალათაში სრული ქაოსია. ვერავინ მიხვდება, რის მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებას. ზუსტად ასე გამოიყურება კომპანია, რომელსაც არ აქვს მკაფიო რატომ. მაგრამ რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ფილტრს დაუმატებთ? თუ თქვენი რატომ ძალიან ნათელია. თქვათ ამ შემთხვევაში, თქვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. უცებ ყველაფერი ძალიან მარტივდება, რა? მომენტალურად იცით, რომელ რჩევა გაითვალისწინოთ და რა ჩადოთ კალათაში.
თქვენი გადაწყვეტილებები ხდება თანმიმდევრული და რაც მთავარია, სხვებიც ხვდებიან რისკ ჯერად. თქვენი რატომ არის ფილტრი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებისთვის, დაწყებული მარკეტინგიდან დამთავრებული იმით, თუ ვის აიყვანს სამსახურში. და ბოლოს მივადექით მთავარ კითხვას, როგორ ვიპოვოთ და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი რატომ. იმიტომ რომ მოდი შევთანხმეთ, ეს უბრალოდ მარკეტინგული სვლა ნამდვილად არ არის. ეს არ არის სტრატეგია, ეს არის ფილოსოფია. ფუნდამენტური მიდგომა, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს არის გზა იმისთვის, რომ სხვები შთააგონო, შექმნა ნამდვილი ლოიალობა და რაც ყველაზე მთავარია, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. შენი ქმედებები, ანუ შენი რა, ყოველთვის უნდა იყოს შენი რწმენის, შენი რატომის ნათელი დასტური. და სწორედ ამ კითხვით მინდა დაგტოვოთ დღეს. არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესზე ვსაუბრობთ თუ თქვენს პირად ცხოვრებაზე. დაფიქრდით, რა არის თქვენი რატომ? რა არის ის მთავარი მიზანი, ის რწმენა, რომელიც ყველაფერს აზრს წენს? იმიტომ რომ დამიჯერეთ, როდესაც ამას იპოვით, ყველაფერი დანარჩენი თავისით დაალაგდება.